სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯს სასწავლო ცენტრის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა. ადგილზე შესაძლებელია სარკინიგზო პროფესიებში კადრების გადამზადება. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მომავალი რკინიგზელები სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოში გამოცდის ჩაბარების შემდეგ მართვის მოწმობას აიღებენ და შეძლებენ დარგში დასაქმებას. კოლეჯი პირველი სასწავლო დაწესებულებაა, რომელსაც სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტომ სასწავლო ცენტრის სტატუსი მიენიჭა. მნიშვნელოვანია ზოგადად ადამიანური რესურსის კომპონენტი და ამ მიმართულებით ჩვენ ვთქვათ ძალიან ძირეულ ნაბიჯებს იმისათვის რომ მოხდეს შესაბამისი დეფიციტური კადრების მიწოდება დარგისათვის იმისათვის რომ მომსახურებო ტვირთებს უსაფრთხოთ და ჩვენ მოვახდინოთ იმ ხარისხის დანერგვა რაც არის საერთაშორისო ხარისხი. შესაბამისად მოხდა საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა საქართველოს კანონმდებლობაში და ჩვენ ამ პერიოდში მოვახდენთ სარკინიგზო დარგისათვის შესაბამისი კვალიფიციური კადრების მიწოდება. სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯმა სრულად დააკმაყოფილა ის დაწესებული საკანონმდებლო მოთხოვნები, რომელიც სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმის ფარგლებში იქნა მიღებული. შედეგად არსებული პროგრამა, რომელიც დაკავშირებულია მატარებლის მართვასთან, გახდა უფრო მოქნილი და ხელმისაწვდომი, რაც გულისხმობს იმას, რომ ფაქტობრივად გასამაგდა მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა.